ერთი შეცდომა მე ვარ. შეცდომა პიროვნება ვარ. ერთ პატარა გოგო მიყვარდა. ძალიან პატარები ვიყავით. მოგვინდა ერთად ცხოვრება და მე ისე მოხდა რომ დავშორდით. არასრულწლოვანები ვიყავით ორივე. სკოლას ჰქონდა მაგის უფლება მაშინ დირექტორს რომ ეჭირა როგორც არასრულწლოვანი უნდა მაგის გულისთვის დავსაჯეს. მეც და თვითონაც მომიწია წასვლა ციხეში. ჩემი წასვლა ციხეში არ იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ იქ ადრეც ჩემზე ადრე მეგობრები გამხდნენ და მე არ მქონია გართულება, არანაირი გართულება არ მქონია. თუ არ ჩავთვლით გარდა იმისა, რომ მე იწყებოდა ყველაფერი წვალებები, ტანჯვა-წამებები. ეს ერთი ბალოტი ყოფილა, სადაც ერთი ფეხი ჩაგივარდება, მეორესაც ითრევს. და ძნელია იქიდან ფეხის ამოღება, ძალიან ძნელია და მერე შემდეგში ჩემი შეგნებული ცხოვრება უკვე ამ ხალხთან ერთად თლიანობაში წამიმართა, თლიანობაში. იქიდან უკვე ძალიან ძნელია რო წამოხვიდე. რატო არის ისე ძნელი? ვინმე რამეს კი არ გაძალებს. უბრალოდ იზდები იქ. იქ იზდები. სხვა მეგობარი უკვე აღარ გრჩება, ფაქტიურად აღარ გრჩება. ამაზობაში წლები გარბის. 18 წელი გავატარე ციხეში. რისთვის? უბრალოდ ჩემ თავს რო დამისვია, ჩემი თავისთვის შეკითხო. რისთვის? რატო? არაფერი, უბრალოდ გატაცება იმ ბალოტში, თავში, სადაც ჩავარდი. იქიდან გამომდინარე, მეგობარი აღარ დამრჩა. თვითონ საზოგადოებამ აღარ მიმიღო. თავში არ მიმიღო. მე სამსახური არ მომცემ. ბევრმა კიდევაც ესადა რომ დამხმარებოდა და დავში ქუჩაში. რა აზრის ხართ ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებით? ანუ არის თუ არა პრობლემა მათი საზოგადოებაში მიღებისა? მეტნაკლებად ალბათ. ყველა პატიმარი ხო არ არის ბოროტმოქმედი. უნდა დასაქმდეს პატიმარი და საზოგადოებაში უნდა განეინახოს მაგათის ადგილი. საზოგადოება უნდა მიიღოს დაასაქმროს, კიდევ არ გააკეთოს ცუდი საქმეები და დადგეს გამოსწორების გზაზე. მაგრამ მე თუ მკითხავთ, დედა, ნაცი ხარ, ჩემ შვილიშვილს ცოლად ვერ გავატარ. მაგიზე არ გამიზრდია მე ჩემი ბადიში. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ პატიმარი, რომელიც წარსულში იყო სამართალში მიცემული, ახლა ჩვეულებრივი მოქალაქეა. მან უკვე შეასრულა ის სანქცია, კანონის მიხედვით დაკისრებული სანქცია, რაც ჰქონდა და ახლა არის ჩვეულებრივი მოქალაქე, სრული მისი უფლებებით. ჩვენ პრობლემა ვფიქრობ, რომ ჩვენშია საზოგადოებას აქვს ჩამოყალიბებული ასეთი მენტალიტეტი, რომ რაღაც პატიმარია და უკვე ანტიპატია ებადებათ, ერიდებათ. ეს არის შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ ირიბი დისკრიმინაცია იმ ადამიანების და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ნაკლია. ძალიან ხშირად თუ გავიხსენებთ ან ისტორიულ ფაქტებს, ან ლიტერატურას, მხატვრულ ლიტერატურას, ხშირად საზოგადოება არის იმის მიზეზი, რომ ყოფილი პატიმრები ვერ აგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანებთან ერთად და ისინი რჩებიან იმავე დანაშაულის მოქმედნი, ასე ვთქვათ, როგორიც მანამდე იყვნენ. ერთი მაგალითი ვარ შეცდომა. მარტო მე არა, ბევრია, მაგრამ ამის თქვა ძალიან უჭირთ, ეშინია. ვერ ამბობენ. და აქედან გამომდინარე თაობები, ღუპებია. განჯის უფლება ერთი უფალია ვისაც აქვს. მაგრამ საკუთარ თავში რომ სიმართლეს დაიძახე. ვინ ხარ შენ? მე ამის დაძახება მიჭირს, მაგრამ ვამბობ, არავინ არ ვარ. იმიტომ არ ვარ, რომ ბევრი შევცოვდე. ყველაზე დიდი ტკივილია ჩემ ცხოვრებაში. რომ საკუთარმა შვილმა ვერ შეძლო, რომ ჩემთვის მამადე ეძახა. დიდი ტკივილია, უზარმაზარი ტკივილია ჩემთვის. მე არ მიფიქრე.
საკუთარი სულის გადასარჩენა და არაფერი. მე უბრალოდ ჩემი მომავლის, ჩემი შვილების გადასარჩენად. მე რასაც გადავხედე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. მე შვება მხოლოდ უფრალთან ვნახე, უფლის გზაზე ვნახე. მე არავინ არ ყოლია ის რომ ისადი მე თვითონ მიკარნახა გონებამ აზმა ან უფალმა უფრო უფალმა რომ მე აქ მოსულიყავ. მე უბრალოდ ის მინდა რომ თქვენ არ შეიდინოთ ეს ოდები. ეს ძალიან ძნელი სათქმელია და მძიმეა, ძალიან მძიმეა. გახსოვდეთ რომ უფალი ერთია და მართალი. სადაც ყველა ადამიანის, ყველა ჩვენთაგანის გზა მიდის იქ, თავარია რამდენად მართლად იცხოვრებთ. წუთი სოფელია ეს ცხოვრება. იმის მერე ყველა უფლის გზაზე მიდის. მე თქვენ და ყველას აღსარებას გავარებთ. არ განსაჯო არავინ, საკუთარ თავში ეძებ და იქ იპოვე. ვინ ხარ შენ?